ამერიკაში ისლამიზაცია საშინელი სისწრაფით მიმდინარეობს, მაგრამ მადლობა ღმერთს ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, იბრძვიან და უკვე საკმარისად მიაჩნიათ ეს ყველაფერი. როცა ვამბობ საშინელი სისწრაფით, გულისხმობ იმ კადრებს, რომლებიც ამერიკის ქალაქებიდან გამოდის და პირდაპირ გაოგნებს ადამიანს. ნეტავ შემეძლოს მეთქვა, რომ ეს გადაჭარბებაა, მაგრამ თუ მკითხავდით, ეს ჰიუსტონშია თუ ავღანეთში, ვერ გიპასუხებდით. და როგორც კენი ვებსტერი აქ წერს, ჰიუსტონის ცენტრში, ისლამურ რესპუბლიკაში, არ ვიცი ეს გადაჭარბებაა თუ არა, მოდი ვნახოთ და თქვენ თვითონ მითხარით, რა ხდება ღმერთო ეს რა არის? შენ შეძლებ, გოგო. კიდევ ვინმე ამჩნევს ამ უცნაურ კლეოპატრას? ბაუშს. არ ვიცი. მოусმინე გალობას, როცა რიგში დადგები. ღმერთო ჩემო. მოусმინე, მე მხარს უჭერ პროტესტის თავისუფლებას, გადიქენი რაც გინდა. არ ვიცი ეს ღონისძიება რაზეა, მაგრამ ცოტა უცნაურია. რამდენი ხალხია იქ? და ეს ერთჯერადი ღონისძიება არ არის, ეს მრავალჯერადი ღონისძიებაა სხვადასხვა ქალაქში. ის ჰიუსტონი იყო, ეს ნიუ-იორკია. შენ არ ფიქრობ, რომ ეს ომის მსგავსი საუბრებია? მე არ მაქვს. ამაზე აზრი არ აქვს. კაი, გასაგებია. და სამართლიანია, ძალიან დიპლომატიურად მიუდექი. ჩვენ მალე დაიცავი კაცო, ხო? სამართლიანობისთვის white loans, ა? რა, კაი. და თქვენამიქ კომიტეტებია და მე ამას ვაფასებ. ისინი ჩემი ტელევიზორია. მაგრამ ეს საშინლად მაშინებს. ვიცი ამას ვერ ხედავ. გაშინებს, ანუ ასე ფიქრობ. ეს შენი აზრია. ცოტა შემაშინებელია, ხო? ხო. კარგი, გაგიმონჯოს. ანუ არ მგონია რომ ეს ომის მსგავსი საუბარია. არ ვიცი შენ როგორ ხარ, მაგრამ ჩემთვის ეს ცოტა შემაშინებელია. მამაკაცების მთელი ჯგუფი თავს ირტყამს. თითქოს ნერვული აშლილობა აქვთ. ხო, ეს ცოტა საშიშია. ეხლა ამ კონტენტის შესახებ ისაა, რომ ეს უბრალოდ კონტენტი არ არის, ეს მხოლოდ ის არ არის, რომ ეს ადამიანები მოდიან დასაპყრობად. და ჩვენ თქვით, რომ ვაჩვენებთ, როგორ რეაგირებენ ადამიანები. რადგან ეს ერთი ვიდეო ძალიან ვირუსულად ვრცელდება. ცხადია, ისლამისტებს არ შეუძლიათ თავი მსხვერპლად არ წარმოაჩინონ. ეს ისეა, თითქოს ქუჩაში გამოხვალ და ამას გააკეთებ და ხალხი ამბობს, რომ მათთვის ეს არასასიამოვნოა და თითქოს მაინტერესებს რატო. როგორც არ უნდა იყოს, მოგესალმებით პუშპექში. მე ვარ ერიკა, თქვენი წამყვანი. დარჩით ჩვენთან. ეხლა ვაპირებთ ნახოთ ეს რეაქციის ვიდეო, რაც მოხდა. მაგრამ ჯერ უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ დომინირებას, მათ ასევე უყვართ მსხვერპლის როლის თამაში. ჩვენ ვართ ტერორისტები. შენ დასცინი ჩემს ჰიჯაბს. შენ აგინებ ჩემს წინასწარმეტყველს. შენ აყენებ შეურაცხყოფას და იყენებ ჩემს წმინდა წერილს. შენ დააბიჯებ, აფურთხებ და ცვავ ჩემს წმინდა წიგნს. შენ აყენებ შეურაცხყოფას ჩემს ღმერთს. შენ მოკალი ჩემი ხალხი. ჩვენ ვართ ტერორისტები. შენ დასცინი ჩემს ჰიჯაბს. იცოდი, რომ ჰიჯაბის დაცინვა დღესდღეობით შენს ტერორისტად გაქცევს? საინტერესო ფაქტია. ჯანდაბა. ხო, თუ ფიქრობ, რომ ეს რაღაცა ისე გამოიყურება, თითქოს თავი პოლიეთილენის პარკში აქვს გახვეული, ამ გოგოს აზრით შენ ტერორისტი ხარ. სამწუხაროდ ავიწყდება შეგვახსენოს, არ ვიცი, 11 სექტემბერი თალიბანი, ისლამური რესპუბლიკა, რომელიც ირანში ათასობით ადამიანს ანადგურებს. ყველაფერი, რაც სხვა მრავალ ქალაქში მოხდა, ისლამური დაპყრობები და ასე შემდეგ, მასობრივი ტერორისტული თავდასხმები, ძირითადად ისლამისტების მხრიდან. ეს პრობლემა არ არის, მეგობრებო, მაგრამ არა, თქვენ დასცინით მის ჰიჯაბს. თქვენ ლანძღავთ ჩემს წინასწარმეტყველს. არ ვიცი თქვენზე, მაგრამ მე არასდროს დამიწყვია წინასწარმეტყველი მუხამედი. ის არ მაწუხებს, არ მაინტერესებს ის. მე მასზე არ ფიქრობ, გარდა იმისა, რომ ვკითხო, რატო დაქორწინდა პატარა გოგოზე და რატო უთხრა სხვებსაც, რომ მათაც პატარა გოგოებზე უნდა დაქორწინდნენ, თუ ეს იყო ის, რაც მან გააკეთა. ამის გარდა მე არ ვლანძღავ მას, ის ჩემთვის უმნიშვნელოა. შეურაცხყოფას აყენებ და იყენებ ჩემს წმინდა წერილს. ფეხს ადგამ, აფურთხებ და ცვავ ჩემს წმინდა წიგნს. ბოლოს როდის დააბიჯე, აფურთხე და დაწვე მისი წმინდა წიგნი. უბრალოდ ინტერესისთვის, ტერორისტი.
ტერორისტი განგაში. როგორც არ უნდა იყოს, აქ თავარი აზრი იგივეა. მათ უყვართ ეს მენტალიტეტი. ამიტომაც ეს ვიდეო ძალიან ვირუსული გახდა. ქალი სამედიცინო ფორმაში ვიდეოზე დააფიქსირეს, როგორ ავიწროებდა თანამხედველს და აგრესიულად ეუბნებოდა დაბრუნდი შენს ისლამურ ქვეყანაში. საინტერესო აქ მხოლოდ ის არ არის, რაც მან თქვა, არამედ კომენტარებიც. ამასაც მიუბრუნდებით. გაეთრი აქედან. შენ ნამდვილად არ ხარ მისაღები ამ შტატში ან ამ ქვეყანაში. შენ სამედიცინო ფორმა გაცვია. შენ მუშაობ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ შენ თაყვანს სცემ ტერორისტს, რომელიც ომის ბელადი და პედოფილია და ისლამი ტერორისტული ორგანიზაციაა. ხო, იმიტომ რომ შენ გაუნათლებელი ხარ. ეს რელიგია არ არის. მე ძალიან განათლებული ვარ ამ საკითხში. არა, იმიტომ რომ აშკარად შენ უნდა წახვიდე. აქ არ ხარ მისაღები. ჩვენ მისაღები ვართ. ეს მუსლიმური ქვეყანა არ არის. ეს ქრისტიანული ქვეყანაა. ამიტომ ასე უყურებ მას. შენ უნდა წახვიდე. აქ არ ხარ მისაღები. ეხლა უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამედიცინო სფეროში მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ვალდებულია ყველას უმკურნალოს, არ აქვს მნიშვნელობა ვის, ალბათ არ უნდა აკეთებდეს ასეთ რამეს კამერის წინ. ეს მთელ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანური საქციელი ნამდვილად არ არის. სინამდვილეში ვიტყოდი, რომ ეს ალბათ პირდაპირ სულელურია, თუმცა ის აზრი, რასაც ის ამბობს, სწორია. გესმით, რას გულისხმობ? ანუ კი, როგორც მედდა მასე არ უნდა მოიქცე. ის ამას არ აკეთებს, რასაც ბევრი ისლამისტი მედდა აკეთებს. და ეხლა უკვე იმდენი ესეთი კონტენტი ვნახეთ, სადაც ამბობენ, თუ ოდესმე ჩემს საავადმყოფოში მოხვდები. მე იცით, რასაც სხვები ამბობენ, რასაც აქ ვერ ვიტყვით, რადგან მაშინ YouTube-დან აკრძალავენ, რადგან იმავეს გავიმეორებთ, რასაც ისინი ამბობენ, მაგრამ ეს სხვა დროისთვის საუბრის თემა. რატომ მუშაობ ჯანდაცვაში? უნდა წახვიდე, უნდა დაბრუნდე შენს ისლამურ ქვეყანაში, საიდანაც მოხვედი, კარგი? არა. ყველას ესმის რატომ ხარ აქ? არა. კარგი, ასე რომ არ იფიქრო, თითქოს არ ვიცით და არ იფიქრო, რომ ასე უბრალოდ გადარჩები. საკმაოდ გარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კეთილი ადამიანები ვართ, მაგრამ შენ კეთილი არ ხარ. ასე რომ შეგიძლია აქედან წახვიდე. არა, ის არ არის კეთილი, მაგრამ რაღაც მხრივ მამაცია. ისევ მე არ ფიქრობ, რომ ესეთი რაღაცები უნდა აკეთო, რადგან ალბათ ამ გოგოს ოჯახისგან ზიანი მოგადგება, რადგან მათ არ მოსწონთ, როცა მათზე სიმართლეს ამბობენ. მაგრამ ის არაფერს ამბობს არასწორს. ჩვენ ვიცით, რატო არიან ისლამისტები, ვიცით, რატო არიან ისინი იქ. დიახ. უნდა წახვიდე აქედან. შენ ნამდვილად სასურველი არ ხარ ამ შტატში ან ამ ქვეყანაში. შენ აცვია სამედიცინო ფორმა. შენ მუშაობ ისრაელთან. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ შენ თაყვანს სცემ ტერორისტს, რომელიც ომის ბელადი და პედოფილია და ისლამი ტერორისტული ორგანიზაციაა. ვაი, გოგო. მას უფრო მეტი საღი აზრი აქვს, ვიდრე უმეტესობას, ვისაც ახლა ვიცნობთ. ისევ სულელურია, რომ ეს სამედიცინო ფორმაში გააკეთა. სულელურია მისი მხრიდან. ასე რომ საღი აზრი ცოტა აკლია. თუმცა რასაც ამბობს არის ის, რომ ისინი თაყვანს სცემენ პედერასტს, პედოფილს. კარგი, სწორია. ეხლა მოდით კომენტარებში გადავიდეთ ერთი წამით, რადგან ხედავთ ეს პოსტი ამბობს, რომ ის აგრესიულად ავიწროებს სხვა მყიდველს, ეუბნება დაბრუნდი შენს ისლამურ ქვეყანაში. თქვენ რას ფიქრობთ? და აი კომენტარების სექცია, რომელიც ბევრი მეც მაძლევს. დედოფალი თუ მეფე? ან რაც არ უნდა იყოს ეს. რადიკალური ისლამი მსოფლიოს უდიდესი ბოროტებაა. წარმოიდგინეთ, მსოფლიო ისლამისტების გარეშე. ვლად ცეპეშის დეპორტაციის პოლიტიკა არასწორია. მომისმინეთ. სხვადასხვა ეს კომენტარები შესანიშნავია. გონია, რომ ტოლერანტული, ინკლუზიური და გახსნილი ხარ. სინამდვილეში შენ იპყრობენ. მართლა ეს ფოტო უნდა დავიდო პროფილის სურათად. მაინტერესებს, რატო დაადანაშაულა მან მუსლიმები ტერორიზმში რუგმანის განოცივნის. შევიწროებაა ეს მაშინ, როცა მუსლიმები შენს ქალაქში მოდიან, მეჩეთს აშენებენ და დღეში 5 ჯერ ლოცვაზე იძახებენ. საინტერესო კითხვაა შიპტოკ სოციუმო. მან ზუსტად თქვა, ისლამი ყველა დასავლური საზოგადოებიდან უნდა იყოს მოცილებული. მან თქვა ის, რასაც დანარჩენი საღად მოაზროვნე ადამიანები უკვე ვფიქრობდით. დაიმახსოვრეთ, რომ ეს კომენტარების სექცია ვიდეოზე, რომელიც თითქოს ამ ხალის გაკრიტიკებას უნდა ემსახურებოდეს. ხალი აჩერებენ იმის გამო, რომ ცდილობდა გაზიანი სასმელი გადაუხდელად გაეტანა და ათასობით ადამიანი დაობს. ღირდა თუ არა ასეთი რეაქცია? ან ის არავის ავიწროებს, ეს არ არის შევიწროება, ეს დანაშაულის პრევენციაა. ის არ ცდება. აი ეს ემართებათ ირანელ ხალხს, ვინც ისლამისტების მიმართ კეთილგანწყობილი იყო. ამ სურათს არ ვაჩვენებთ, მე მას შევირთავდი Sheepdog Society-დან. ის სიმართლეს ამბობს. შეგიძლიათ ეს თავად წაიკითხოთ. როგორც არ უნდა იყოს მუსლიმები და კარგი, მე ამას ვეთანხმები. ზღვისგან ბრტყინვალე ზღვამდე, გავათავისუფლოთ ამერიკა ისლამისგან. ზღვიდან მოელვარე ზღვამდე, გავათავისუფლოთ ამერიკა ისლამისგან. ზღვისგან ბრტყინვალე ზღვამდე, გავათავისუფლოთ ამერიკა.
როგორც არ უნდა იყოს, ეს ჩემი სიტყვები არ იყო. ეს სიტყვებია, რომელსაც აქედან ვკითხულობთ. მადლობა ყველას ამ საკითხზე ყურადღებისთვის. და დახსოვდეთ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. უნდა ვიბრძოლოთ სიგიჟის წინააღმდეგ, მაგრამ არ დავჩერდებით, სანამ ამას არ მივაღწევთ. ამიტომ ყურადღებით იყავით. მალე ძალიან საინტერესო განცხადება გაკეთდება, რომელშიც თქვენს შეძლებთ ჩართვას, დახმარებასა და მხარდაჭერას. ძალიან ვაფასებ, რომ აქ ხართ. და გახსოვდეთ. თქვენც შეგიძლიათ იყოთ ის ადამიანი, ვინც შეაჩერებს, რომ რაღაცამ თქვენი ქალაქი ხელში ჩაიგდოს. უბრალოდ უნდა გადადგათ ნაბიჯი, შეწყვიტოთ ამ საკითხის მიმართ გუგრილობა და შეცვალოთ რამე. მადლობა, რომ ყურადღებას აქცევთ ამ საკითხს. და უნდა გავიმეორო? დიახ, გავიმეორებ. მადლობა, რომ ყურადღებას აქცევთ ამ საკითხს.